ჩვენ წინასაუბარში შეძლებს დაგვარად შევეხეთ კართაგენის ეკლესიის დიდი მოღვაწის წმინდა კვიპრიანეს ცხოვრებას და მაშინ აღნიშნავდით, რომ ამ ღირსეული მოღვაწის ცხოვრებისეული ახოვანება, აღმატებულება ღირსეულადვე არის შეთანასწორებული იმ უღრმესი საღვთისმეტყველო შრომებით, იმ უდიადესი ღირებულების მქონე ძეგლებით, რაც ჩვენამდე მოღწეულა. ნაშრომები კვიპრიანესგან დატოვებულნი, ყველა მათგანი უკლებლივ, დიდად ფასეულია, დიდად გასაფრთხილებელია დღეისათვის ჩვენგან, რადგან მათში დაუნჯებულია მართლმადიდებლური მოძღვრების შეურყვნელი, უბიწო სახე. და ალბათ უმჯობესი იქნება, რამდენადაც დღეისათვის წყაროები ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ქრონოლოგიური განხილვის წესით შევეხოთ მათ. პირველ რიგში ჩვეულებრივ კვიპრიანეს შრომათა შორის სახელდება მისი ცნობილი ძეგლი, რომელსაც ეწოდება დონატუსისადმი. იგი ყველაზე ადრინდელია კვიპრიანეს ნაწერებს შორის და მიმართული გახლავთ მეგობრისადმი, რომელსაც დონატუსი ერქვა. მასში კვიპრიანე მეგობარს აუწყებს ღვთიური მადლის იმ საკვირველ შედეგებზე, რასაც თავის ცხოვრებაში, ესე იგი მის ცხოვრებაში, კვიპრიანეს ცხოვრებაში ჰქონდა ადგილი მისი მოქცევის ჟამს. კერძოდ აღწერილია ძეგლში თუ როგორ დატოვა კვიპრიანემ მან, ესე იგი ამ ძეგლის ავტორმა, ახალშობის ანუ ნათლისღების შემდეგ წარმართული სამყარო მთელი თავისი გახრწნილებით, ძალადობითა და სისასტიკით, როგორ განეშორა იგი ადრინდელ ცდომილებებსა და ვნებებს და როგორ დამკვიდრდა ქრისტიანული სარწმუნოების სიმშვიდესა და სულიერ კეთილდღეობაში. და აღნიშნული ძეგლის აღსარებითი ადგილები იმდენად ემსგავსება თავისი განწყობილებით ნეტარი ავგუსტინეს ცნობილ შრომას აღსარებანი, რომ რა თქმა უნდა აშკარა ამ ორი ძეგლის ურთიერთნათესაობა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ავგუსტინეს აშკარა დამოკიდებულება კვიპრიანეს ამ შრომაზე. ჩვენ შეიძლება ერთი ციტატა აქედან მოვიტანოთ, კერძოდ ის ადგილი, სადაც კვიპრიანე გადმოგვცემს თავის განცდებს. იგი ამბობს: მე დატყვევებული ვიყავი ჩემი წარსული ცხოვრების ათასგვარი ცდომილებით, არც მოველოდი ოდესმე მათგან თავის დახსნას, ესოდენ ვემონებოდი რა ჩემთა ბოროტებათა. სიამეს მგვრი და უკეთური საქმენი, ყოველდღიურად ჩემივე თანამდევნი, მაგრამ ახალშობის წყალმა ჩამომბანა წარსული ცხოვრების ბიწი, ზეგარდმონათელმა გააბრწყინა ჩემი გული და ხრწნილებათაგან განწმინდა იგი. ზეცით ვლენილმა სულმა გარდამსახა ახალკაცად მეორე შობით, მყისვე საკვირველი რამ სახით ეჭვი შეცვალა მორწმუნეობამ, ღვთისგან მოდის ვამბობ ყველა სათნოება, ღვთისგან ვპოვებთ ჩვენ სიცოცხლეს და ძალმოსილებას. ეს გახლავთ მესამე თავი ამ ნაშრომისა და ვფიქრობთ, რომ შესანიშნავი სიტყვები გახლავთ. ნაშრომი, როგორც თუნდაც ეს ჩვენგან წაკითხული ციტატა ადასტურებს, დაწერილია ავტორის ნათლობიდან ახლო ხანებში, რასაც ამ ნათლობას ადგილი ჰქონდა საფიქრებელია 246 წლის აღდგომის ღამეს და ამ ძეგლში კვიპრიანე არა მხოლოდ საკუთარი მოქცევისა და ნათლისღების შესახებ ადასტურებს, არამედ იგი სხვა ცოდვილებსაც რა თქმა უნდა აქეთკენ უხმობს და საკუთარი მაგალითით ამხნევებს მათ და არწმუნებს, რომ შეენდობათ, რადგან თვითონაც ნათლობის მადლმა საშინელი უფსკრულიდან ამოიყვანა. ამ ძეგლს სტილური ნიშნით ახასიათებს საკმაო სიტყვამრავლობა, აფექტურობა და ამ კუთხით იგი დიდად სხვაობს უფრო გვიანდელი ნაშრომების სტილისგან, რომლებსაც, როგორც სხვათა შორის ავგუსტინე ამბობდა, ესე იგი ავგუსტინეს დაკვირვებით ახასიათებთ ამ გვიანდელ შრომებს მეტად მძიმე და მეტად დაძაბული მეტყველება. ამ ნაშრომის შემდეგ უნდა მოვიხსენოთ ცნობილი თხზულება კვიპრიანესი ქალწულთა შესამოსელის შესახებ, რაშიც ამ შრომაში კვიპრიანე მოძღვრავს ქალწულებს თუ როგორ უნდა შეიმოსონ ისინი, ავტორი მათ უწოდებს ეკლესიის ყვავილებს, ბუნების ბრწყინვალებას, ქრისტეს სამწყსოს ყველაზე ღირსეულ ნაწილს. და წმინდა კვიპრიანე განაკრძალებს ქალწულთ წარმართული სამყაროს ამაოებისა და ბოროტებისგან, რაც რა თქმა უნდა საფრთხეს უქმნის ქრისტესადმი ქალწულთა დაწინდულობას, მათ აღთქმას მაცხოვრისადმი. კართაგენის ეპისკოპოსი განაჩინებს, რომ მაცხოვრის საზძლონი უნდა იმოსებოდნენ უბრალოდ სადაც სამკაულებისა და კოსმეტიკის გარეშე, რადგან ესენი დემონთაგან არის მოგონილი. თუ მდიდარი ხარ, ამბობს კვიპრიანე,
კეთილად უნდა მოიხმარო კიდეც, არათუ ფუჭი წადილის აღსასრულებლად, არამედ ღვთისსათნო საქმეთა სამოქმედოდ და უპოვართა შესაწევნელად ღვთის საზძლოებმა თავი უნდა არიდონ ხალხმრავალ წვეულებებს და აბანოებში გაშიშვლებას. კვიპრიანე მათ არაერთ გზის შეაგონებს, რომ მტკიცედ უნდა დაიცვან ის აღთქმა, რაზეც ახლა ვსაუბრობდით, ქალწულობის აღთქმა და სულიერი მზერა უნდა მიაპრონ იმ ქვეყნიურ ჯილდოს, რაც მათ მიეგებათ. მკვლევართა აზრით, დასაბუთებულად, არგუმენტირებულად ეს თხზულება დაიწერა კვიპრიანეს ეპისკოპოსად ხელდასხმის ახლო ხანებში, იქ დაახლოებით 259 წელს. და როგორც ალბათ მსმენელიც შეამჩნევდა, თუ ახსოვთ ჩვენი წინა საუბრები, ეს ძეგლი დიდად ენათესავება ამავე სახელწოდების ტერტულიანეს შრომას, დაახლოებით ამავე სახელწოდების ქალთა გარდერობის შესახებ. კვიპრიანეს ეს მეორე ძეგლი სტილურად გაცილებით დახვეწილია ვიდრე პირველი და შეიძლება აგვენიშნა, რომ ავგუსტინე ამ თხზულებას, ესე იგი ამ მეორე შრომას კვიპრიანესა საზოგადოდ სტილის ნიმუშად დაუსახავს ახალბედა ქრისტიან ორატორებს, ლათინურენოვან ორატორებს. შემდეგი შრომა, რომელსაც უნდა შევეხოთ, ეს გახლავთ კვიპრიანეს თხზულება სახელწოდებით დაცემულთა შესახებ, აი ამ ლაფსი ზემოთ რომ ვახსენეთ წინა საუბარში კვიპრიანეს ცხოვრებას, როდესაც მიმოვიხილავდით იმ ლაფსუსების, ანუ იმ დაცემულების იძულებით ცდომილთა მიმართ, კვიპრიანესზე დაწერილი აქვს სპეციალური შრომა ამავე სახელწოდებით დაცემულთა შესახებ. ეს შრომა კვიპრიანემ დაწერა თავისთავად ცხადია დევნულობის დაცხრობის ახლო პერიოდში, ის 251 წლის გაზაფხულზე, როდესაც იგი უკან დაბრუნდა კართაგენში და როგორც სათაურიდანაც ჩანს, ავტორი იმ პირთა ეკლესიაში დაბრუნების საგით ეხება, რომლებმაც დევნულების ჟამს იძულებით უარყვეს რწმენა ან სხვაგვარად შეიბილწა მათი კაცობრივი ბუნება, გაუკუღმართებანი, იძულებითნი, მაგრამ მაინც შეეხო მათ. ამ ნაშრომში ავტორი უპირველესად, რა თქმა უნდა, ხმადლობს უფალს, რომ კვლავ დამყარდა მშვიდობა და შემდეგ კვიპრიანე აქებს მარტვილებს, რომელთა ახოვანებამაც დასძლია ამას სოფლის კვეთებანი და რომლებმაც ისევ როგორც ყველა დროში, კვიპრიანეს დროსაც დიდებული სანახაობა უძღვნეს უფალს. ეს მის სიტყვებია, რითაც მაგალითი მისცეს თანამოწმეებს. მაგრამ ეპისკოპოსის თქმით, სიხარული კვლავ მწუხარებამ შეცვალა, რადგან მრავალი ქრისტიანი ცოდვით დაეცა განსაცდელის წინაშე და ზოგიერთებმა მანამდე სწირეს მსხვერპლი კერპებს, ვიდრე ძალმომრეობას ექნებოდა ადგილი, რა თქმა უნდა შიშის გამო. მშობლებმა შვილებიც კი ჩართეს, ასეთი შემთხვევებიც იყო წარმართულ მსახურებაში, ამას კვიპრიანე უთითებს, სხვები კი ფუჭ სიმდიდრეს დახარბებულნი დაეცნენ და უარყვეს რწმენა. რა უნდა მოვიმოქმედოთ ამგვართა მიმართ, ამბობს კვიპრიანე და განაჩინებს, მათი შენდობა მყისიერად არ უნდა მოხდეს და კვიპრიანე ურჩევს აღმსარებელ ქრისტიანებს, რომ არ იშუამდგომლონ ეგზომცდომილთა გამო, იმიტომ რომ იყო ამის მაგალითები, როდესაც აღმსარებელი ქრისტიანები გულმოწყალების მოყვარულობის გამო შუამდგომლობდნენ დაცემულებს ეპისკოპოსის წინაშე. კვიპრიანე მიუთითებს მათ, რომ დამთმობელობა ამ შემთხვევაში მხოლოდ დააბრკოლებდა მათ ნებაყოფლობით სინანულს და ავტორი ცხადია ითვალისწინებს დანაშაულის სიმძიმეს და ეთანხმება იმ აზრს, რომ მეტილმობიერება უნდა გამოავლინონ იმ პირთა მიმართ, რომლებიც მხოლოდ დიდი ტანჯვაწამების შემდეგ მოუძლურდნენ. ერთია, ვინც ძალმომრეობამდე მხოლოდ შიშის გამო ცოდვაში ჩავარდა, ეთაყვანა კერპებს და სხვა, და მეორეა, როდესაც პიროვნებამ დიდი ტანჯვაწამების შემდეგ გამოიჩინა ამგვარი მოუძლურება. მიუხედავად იმისა, რომ ესენი ახოვანი გამოჩნდნენ მნიშვნელოვნად, ხოლო მეორენი უაღრესად გულ სუსტნი, ის პირველნი, მაინც მიუხედავად ამისა, ყველას მართებს, რომ დაექვემდებაროს სინანულს და მათ შორის, როგორც მიუთითებს კვიპრიანე, ისინიც ეგრეთ წოდებული, ასე ეწოდება მათ კვიპრიანეს ტექსტში, ლიბელატიკებიც, ლიბელატიკი ამბობს იგი, ანუ ის ქრისტიანები, რომლებიც დევნულებისგან თავის დასაღწევად იძებდნენ წარმართულ მსხვერპლშეწინვაში მონაწილეობის დამადასტურებელ ცნობას, რაც გაიცემოდა ასე სპეციალური ცნობა, აი ეს ლიბელატიკუმი, ვისაც ჰქონდა და ლიბელატიკები, ანუ ამ ცნობის მფლობელები ვინც იყვნენ, ისინიც, რა თქმა უნდა,
სინანულს დაექვემდებარებიან მიუხედავად იმისა, მართლაც გამოიყენეს თუ არა ეს ცნობა და მართლაც მიიღეს თუ არა სხვებს შეწირვაში მონაწილეობა. ბევრ მათგანს მართლაც არ მიუღია არანაირი მონაწილეობა, მხოლოდ ეს ცნობა აიღო, რომ ცნობის საფუძველზე და ცნობის მეშვეობით დევნილთაგან თავი დაეღწია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში მათ ეს არ უმოქმედიათ, კვიპრიანე კართაგენელი, როგორც უკვე აღნიშნეთ, ამგვართა სინანულსაც აუცილებლად თვლის, რადგან თუ ხორციელი ხელები არა, სინდისი მაინც მათ შემწიკვლებული აქვთ. ჩვენ შეგვიძლია დავძინოთ, რომ ეს შრომა იმდენად გავრცელებული იყო თავის დროზე, რომ თავისი გამომზეურების საჯაროდ გამოქვეყნების პირველ მომენტშიც კრებაზე იქნა წაკითხული და აქედან მიიღო ამ ძეგლმა ასეთი საყოველთაო აღიარება, ხოლო ის კრება, რომელზეც იგი წაკითხული იქნა, კართაგენში გაიმართა 251 წლის გაზაფხულზე. აქვე ჩვენს მიერ ზემოხსენებულ ძეგლს შევეხებით სახელწოდებით ეკლესიის ერთიანობის შესახებ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი კვიპრიანეს შრომათა შორის, ყველაზე ღირებული და ეს მკვლევართა ზოგადი აზრია, საერთო აზრია. ეს ძეგლი ეხება ერთი მხრივ ჩვენს მიერ შემდგომ განსახილველი ერეტიკოსის ნოვატიანუსის, მეორე მხრივ კი უკვე ზემოხსენებული კართაგენელი ფელიცისიმუსის სქიზმას. ესე იგი, ეს პირველი ნაწილი მკვლევარების ასეთ. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ძეგლის არაპირდაპირი ადრესატი მხოლოდ ფელიცისიმუსია. ფელიცისიმუსი ამ შემთხვევაში მოპირისპირია ნოვატიანუსისა, მაგრამ ორივენი სხვადასხვა მხრიდან ეპაექრებოდნენ კვიპრიანეს. ხსულების დაწერის თარიღია, როგორც ფიქრობენ, 251 წლის მაისი, როდესაც ზემოხსენებული კართაგენის კრება გაიმართა და როგორც კვიპრიანეს 54 ეპისტოლიდან ვიგებთ, აღნიშნული ნაშრომი ავტორმა გაუგზავნა რომაელ აღმსარებლებს, რომლებიც ჯერაც ნოვატიანუსის მხარეს იყვნენ ახალი პაპის კორნელის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ კორნელისაც შევეხეთ თავის დროზე, როდესაც რომის პაპებზე ჰქონდა მსჯელობა. ძეგლის შესავალში სქიზმებისა და ერესების სათავედ, ისევე როგორც მრავალ სხვა ანტიერეტიკოს მოღვაწესთან, გამოცხადებულია ეშმაკეული ძალა და წმინდა კვიპრიანეს სწავლებით სქიზმა და ერესი უფრო დიდ უბერდურებად არის შერაცხილი და ჭეშმარიტად ასეა, ვიდრე დევნულება. რადგან ისინი, ესე იგი ეს სქიზმა და ერესი არღვევენ მორწმუნეთა შინაგან ერთიანობას, სარწმუნოებას, მაშინ როცა ყოველი ქრისტიანი ერთ წმინდა კათოლიკ ეკლესიაში უნდა მკვიდრობდეს, რადგან სხვა ეკლესია არ არსებობს. გარდა იმისა, რაც მოციქულებმა დააფუძნეს, რაც მაცხოვრისგან დაეფუძნა. ჩვენ მოვიტანთ ერთ მნიშვნელოვან ადგილს ამ შესანიშნავი ძეგლიდან, სადაც კვიპრიანეს შემდეგს გვამცნებს. უფალმა უთხრა პეტრეს, და მე გეტყვი შენ, რამე თუ შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიայի ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. შემდეგ კვიპრიანე განაგრძობს. აღდგომის შემდეგ მაცხოვარი ყველა მოციქულს ანიჭებს თანაბარ ძალმოსილებას. ჩვენ აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ კვიპრიანე ერთ-ერთი იმ უდიდეს მოღვაწეთაგანია, რომელიც ასეთ უადრეს ეპოქაშივე მთლიანად საფუძველს აცლის და ამხილებს და აღმოფხრის გვიან კათოლიკურ ეგრეთ წოდებულ დოგმატს რომის პაპის უზენაესობის შესახებ, თითქოს და იმის შესაბამისად, რომ მოციქულთაგან მხოლოდ პეტრე მოციქული იყო განსაკუთრებული უფლისმიერი უფლებამოსილებით ახსილი და მისი მემკვიდრეა თითქოს რომის პაპი. ეს აზრი მაშინაც არსებობდა, როგორც ჩანს გარკვეულწილად, იმიტომ რომ კვიპრიანე კართაგენელი მრავალგზის და კატეგორიულად უპირისპირდება ამ შეხედულებას, თუნდაც ამ სიტყვებითაც, რომ პეტრესადმი თქმული, ყველა მოციქულისადმი თქმულია და ყველა მოციქული თანაბარი ძალმოსილებისაა აღდგომის შემდეგ უფლისგან. ამიტომ კვიპრიანე განაგრძობს, აღდგომის შემდეგ იგი ყველა მოციქულს ანიჭებს თანაბარ ძალმოსილებას და ასე მიმართავს მათ. მშვიდობაი თქვენთანა, ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცსა წარგავლინებ თქვენ და ვითარცა ესე თქვა, შეჰბერა მათ და ხრქვა, მიიღეთ სული წმიდაი, უკვე თუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ და ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპრობილნი იყვნენ. ამასთან ერთიანობის წარმოსაჩენად განაგრძობს კვიპრიანე, უფალმა თავისი სიტყვის ძალმოსილებით წარმართებულ ხო ამ ერთიანობის სათავე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთისგან დაიწყო მან და მართლაც დანარჩენი მოციქულებიც იყვნენ ის, რაც იყო პეტრე. აი ეს, რაც აღნიშნეთ, რომ პეტრე და სხვა მოციქულნი
თანაბარი ძალმოსილებისანი არიან. კვლავ გავიმეორებთ. ერთისგან დაიწყო მან და მართლაც დანარჩენი მოციქულებიც იყვნენ ის, რაც იყო პეტრე. ისინიც ქველმოქმედებდნენ, თანაბრად ეზიარებოდნენ რა პატივსა და ძალმოსილებას, მაგრამ ეს ყოველივე სათავეს იღებს ერთიანობისგან. ამგვარადვე განისაზღვრება ქრისტეს ეკლესიის ერთიანობაც. ვინც არ შეერთვის ამ ერთიანობას ეკლესიისას, განასჯერა მას, რომ შეერთებული არ რწმენასთან, განასარწმუნოა, რომ ეკლესიაში მყოფობდეს ის, ვინც ეწინააღმდეგება და უპირისპირდება ეკლესიას, შევინარჩუნოთ და მტკიცედ დავიცვათ ეს ერთიანობა, განსაკუთრებით ეპისკოპოსებმა, რომლებიც ეკლესიის წინამძღვრები ვართ, რათა ვწამოთ, რომ თანაბრად ერთია და განუყოფელი ეპისკოპატი. საეპისკოპოსო პატივი ერთია და ყოველი ეპისკოპოსი მთელისგან განუყოფლად ფლობს ამ პატივის ნაწილს. ღიეს ერთი მხოლო ეკლესია, რომელიც თავისი მარადმზარდი ნოყიერებით და ნაყოფიერებით უფრო და უფრო მეტის მომცველი ხდება. მზე მრავალ სხივს გვაშუქებს, მაგრამ ერთია მანათობელი წყარო. ხე მრავალ შტოდ განიყოფება, მაგრამ ერთი მძლავრი ტანი აქვს მას, რაც ეყრდნობა მტკიცე ფესვებს. ერთი წყაროდან მრავალი ნაკადული გამოიყურება. ეს მრავლობითობა წყალთა სიჭარბით არის ნასაზრდოები, თუმცა კი ეს ყოველივე ერთი მხოლოდ დასაბამისკენ განიმზირება. გამოაშორეთ მზის სხივი მზის სისავსეს, სინათლის ერთიანობა ვერ გაუძლებს ამგვარ დანაწილებას. მოჰკვეთეთ ხისგან ტოტი, რაც მოეკვეთება, მაგრამ იგი ვეღარ შეძლებს კვლავაც გახლორტვას. იგივე ითქმის საუფლო ეკლესიის შესახებაც, იგი მთელ სამყაროში განავრცობს თავისი სინათლის სხივებს, თუმცა კი ერთია ის ნათელი, რომელიც აგრერიგად განეფინება ყოველგან და ერთიანობა მისი სხეულისა არ ნაწილდება. იგი თავის შტოებს მთელ მიწაზე გარდაართხამს მძლავრი ცხოველმყოფელობით და შორს მიმოღრის თავის ზეჭარბ წყლებს, თუმცა კი ღიეს ერთი წყარო, ერთი სათავე, ერთი მხოლოდ დედა. იგია ჩვენი მშობელი, მისი რძე გვასაზრდოებს ჩვენ, მისი სულით ვართ ცხოველქმნილები. ამავე ნაშრომში წმინდა კვიპრიანე შეგვაგონებს, რომ ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება. ვისაც ეკლესია არ ჰყავს დედად, მას არც ის ძალუც რომ ღმერთი ჰყავდეს მამად. განა შეიძლებოდა გადარჩენილიყო ვინმე ნოეს კიდობანში შეუსრულებლად, ამგვარადვე არავის ძალუც სხონდეს ეკლესიის გარეთ. კვიპრიანე რა თქმა უნდა ამ ძეგლში მორწმუნეებს აფრთხილებს, ისე როგორც ყველა სხვა მოძღვარი მწვალებელთა საფრთხის შესახებ, რომლებმაც დატოვეს ქრისტეს ერთადერთი სამწყსო, რომ მათი საკუთარი შესაკრებელი დაეფუძნებინათ. ისინი მცდარად განმარტავენ კვიპრიანეს მითითებით მაცხოვრის სიტყვებს და ხიბლში არიან. უფლის სიტყვები იმის შესახებ, რომ სადაც აიყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის და მუნ ვარ მე შორის მათსა, კვიპრიანეს სწავლებით არ უნდა იქნეს გაგებული ზედაპირულად. აქ იგი ამ შემთხვევაში ტერტულიანეს უპირისპირდება, რომელიც ბუკვალურად აღიქვამდა ამ სიტყვებს, როგორც ადრე განვიხილავდით. კვიპრიანესვე მოძღვრებით ის პირები, რომლებიც მხოლოდ ბოლოს სიტყვებს იშველიებენ და გვერდსულიან დასაწყის ნაწილს, სახარების განმხრწნელები არიან. ეკლესიის გარეთ არ არსებობს არც მარტვილობა, თუნდაც რომ უფლის სახელით კვდებოდეს ვინმე, სისხლს არ ძალუც მწვალებლობისა და სქიზმის ბიწისგან გამბანვა. ცრუ მოძღვარნი უფრო მძიმე ცოდვილნი არიან, ვიდრე განდგომილები, ანუ აპოსტატები, ანუ დევნულებათა ჟამს დაცემულები. არ არის გასაკვირი, რომ თვით ამხსაარებლებიც კი ზოგჯერ კარგავენ წმენას და მათი გმირული ქმედება მაინც ვერ იცავს მათ ეშმაკის მახეთაგან. თუ ვინმე იტანჯა ქრისტესთვის, უნდა გააორმაგოს მან სიფხიზლე, რადგან მისდამი უფრო მეტად გამძაფრებულია უკეთური ძალა. კვიპრიანე ამავე ძეგლში უფლის მეორედ მოსვლის მოლოდინს უცოცხლებს მორწმუნეებს და აღნიშნავს, რომ ნეტამც ყველა განდგომილი კვლავ დაუბრუნდეს დედა ეკლესიას, რადგან ნიშნებია იმისა, რომ ახლოსაა უფლის მოსვლაო. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმებოდა დღედასაათი უფლის მოსვლისა, ზოგადად უფლის განკაცების და ამაღლების შემდეგ ყოველწამიერად მისი მეორედ მოსვლის მოლოდინი უნდა გქონდეს. აი ესაა გამოხატული კვიპრიანეს სწავლებაში, რომ ახლოსაა უფლის მოსვლა. მარად ახლოს უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანისთვის. აქ შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.